უნიკალური დიზაინერული აბაზანა, არანაკლებ უნიკალური მოპირკეთებით სულად მზადაა. მისი თვითღირებულება მხოლოდ $50. ასეთი აბაზანა შეიძლება მოპირკეთდეს მაგალითად ბუნებრივი მარმარილოს იმიტაციით, ან შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ხელოვნური ქვისგან დამზადებული. ასეთი აბაზანების იაფი მოპირკეთებისას ფანტაზიისთვის სივრცე პრაქტიკულად შეუზღუდავია. ფიქრობ, ასეთი აბაზანის დამზადებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, რადგან სპეციალური უნარები საჭირო არ არის. მათი გარანტში დამზადება შეიძლება გადაიქცეს ზესამგებიან მცირე ბიზნესადაც კი. სერიოზული მონგებიანობით, როცა 1000 მოგებას ირებ. დიდი და პატარა შეცდომებიც იყო და მთლიანობაში პროექტის დასასრული ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამიტომ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, ფიქრობ ნამდვილად არ ინანებთ. არ გაიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც უმჯობესი არ გაიმეოროთ და შეძლებთ თავიდან აიცილოთ უაზრო ხარჯები და ზედმეტი შრომა, კიდევ უფრო მეტად დაზოგავთ. ახის მაყურებლები იაშა კოსიაკის სიმღერები პირველები გაიგებენ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მათ ჯერ კიდევ არ იცის ამ პროექტის შესახებ, სწრაფად დაგაცნობთ არსს. ხოლო მათ ვინც იცის, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ მთავარ მომენტებს. ასე რომ ყველაფერს თავისი რიგით, ყველას მოგესალმებით. მე ავიღე სულ ცოტა პენოპლექსი. პენოპლექსი ესეთი კაპლასტია. ფურცლებს ორი ომხი და ხორკლიანი ზედაპირი მივეცი. ორ ფურცელს. ერთ მხარეს დროებით მივაწებე სალესავი მინისბადე. მიმაგრებული ბადით მტრევადი ფურცლების მოხრა შესაძლებელია. ორი ფურცელი სიგრძეზე ერთმანეთს მივაწებე და აბაზანის ფსკერის სასურველი სიგანე მოვნიშნე. მოხრილი ფურცლების ქვედა კიდეები მოვჭერი, რომ დახრილობა უზრუნველყო. მოხრილი ფურცლები ფსკერის ფურცლებს მივაწებე. დროებითი საყრდენები ბრუსისგან დავაყენე. ზომაზე მოვარგე და ჩავაწებე მარჯვენა და მარცხენა გვერდების ფურცლები. მოხრილი ფურცლების ნარჩენები საქმეში გამოვიტანე. მარტივი მეთოდით გვერდების ზედა ხაზი მოვნიშნე. გვერდების სიმაღლეზე მოვჭერი. ძალიან სწრაფად გამოვიდა მსუბუქი კონსტრუქცია, რომლის ფორმაც დამაკმაყოფილა. მარჯვენა და მარცხენა გვერდების ოდნავ მომგვალებისთვის დროებით 4 ჰორიზონტალური ძელი დავაწებე წებოვანი ქაფით. წყლის გადინებისთვის ფსკერის დახრის მისაცემად დროებით ვერტიკალური ძელები დავაყენე. დახრა ისეთი გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო. მომავალ აბაზანას გადავაბრუნე. ჰიდროიზოლაციის ნაზავი მოვზავე. ჰიდროიზოლაცია მხოლოდ ნაკერებზე დავიტანე, რადგან თვითონ ეს ქაფი, რომელსაც ექსტრუზიული პოლისტიროლის ქაფი ეწოდება, წყალს არ იწვევს და შესაბამისად არ ატარებს. ხოლო პოლიურეთანის სამშენებლო წებო ქაფი წყალს შეიძლება ატარებდეს. ვამზადებ ამონაჭრებს შელესვის მინისბადიდან. დავიტანე გამაგრებითი ფენა, გამოვიტანე შეძენილი ნაზავი თბოიზოლაციისთვის და მინისბადის ბადე. ნაზავის გამაგრების შემდეგ ნაკეთობის სიმტკიცე გაიზარდა, მაგრამ გვერდები ჯერ კიდევ არასაკმარისად მტკიცეა. შიგნიდან დავიტანე ჰიდროიზოლაცია. კვლავ მოვამზადე მინისბადის ბადის ნაჭრები. შიგნიდან გავაკეთე არმირება. არმირების მენის სისქე მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრია, ამიტომ ნაზავი ძალიან ცოტა დამჭირდა. ერთი გვერდის ფორმა შევასწორე. დროებითი დაფით, რომელიც დავაყენე სანამ ფენა ახალი იყო. როცა ნაზავი გამაგრდა, აბანო გადავაბრუნე და ზედაპირის დამუშავება ცემენტის შპაკლევკით დავიწყე. შპაკლევკის განშრობის შემდეგ გარედან დავასხი შეძენილი ფინალური საფარი, რომელიც შერგება ფერადი ქვიშების ნაზავისგან აკრილის ბაზაზე მოზელილი. ძალიან სწრაფად ასეთი სილამაზე გამოვიდა. მოდის სიმართლის მომენტი. ვასხამ წყალს. ამ აბაზანის კორპუსი მხოლოდ $30 დამიჯდა. ეს სულ რაღაც 2500 რუსული რუბლია, ან სულ რაღაც 90 ჩვენი ბელარუსული რუბლი. დასამთავრებლად გადავწყვიტე, რომ არ დამეხარჯა $20-ზე მეტი. ჩემს აბაზანაში ძირის ნაწილში კონცენტრირებულია ნაკერების უმეტესობა. რამდენიმე საათი ველოდები, გაჟონო არ მოაჩინე. ამიტომ რომ წყალი თხუილად არ დამეხარჯა და მისი ამოღება არ დამჭირებოდა, რადგან ჯერ სანიაღვრე არ არის, პირველი გამოცდა ჩავთვალე გავლილად. ქვემოდან გაჟონვა არ შევნიშნე, ამიტომ ზემოთაც არ უნდა გაჟონოს. აბაზანა შიგნიდან ვასხამ გრუნტს. ვიცდი სანამ გრუნტი გაშრება და შემდეგ ვიწყებ ზედაპირის დამუშავებას ცემენტის შპაკლით. სწორედ ცემენტის შპაკლით და არა თაბაშირის ან აგრილის, რომლებიც ძალიან ეშინიათ შემდგომი დასველების და წყლისგან მაშინვე უვარბიზდებიან. ძალიან დეტალური ვიდეოს მუს, სადაც ნაჩვენებია ამ აბაზანის დიზაინერული კორპუსის შექმნის ყველა ეტაპი, ამ ვიდეოს ქვემოთ დავიტოვებთ. თუ ჯერ არ გინახავთ და გინდათ ყველა დეტალი გაიგოთ, შეგიძლიათ ის ნახოთ. რა თქმა უნდა, ჯერ ეს ვიდეო ბოლომდე უყურეთ, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ვიდეოშია უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვასმევ პირველ ფენას შპაკლის. ამ აბაზანის კორპუსის ვიდეოში რჩევებისთვის მივმართე არხის პესნი იაშა კორსიაკას მაყურებლებს, შიდა მოპირკეთებასთან დაკავშირებით. იმ ვიდეოს კომენტარებში გულშემატკივარმა სოფლიო საზოგადოებამ ბევრი რჩევა და გადაწყვეტილება შემოგთავაზა. პირველი ფენის გამყარების შემდეგ ვასმევ მეორე ფენას შპაკლევკას.
ზედაპირის სისწორეს ვაძლევ ფართო შპატელებით. ვატენიანებ გამყარებულ ზედაპირს. მესამე ფენით ვასწორებ მხოლოდ დარჩენილ ნაკლოვანებებს. მაქსიმალური რაოდენობის გადაწყვეტილებები შემოგთავაზა გაუნწერმა კირილმა მოსკოვიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია არხის მეგობარი კი არა, ჩემი მეგობარიც გახდა. ცემენტის შპაკლებით მუშაობა კიდევ უფრო მოქრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე გიფსის და აკრილის შპაკლევკებით. იცოცხლე და ისწავლე. აი ესე, მეგობარმა კირილმა უბრალოდ რჩევებით დაგვაყარა. პირველი იდეა იყო აბაზანის დაფარვა იმ აკრილით, რომელსაც ძველი აბაზანების რესტავრაციისთვის იყენებენ. მეორე იყო აბაზანის შიგნიდან სქელი არმირებული ბეტონით დაფარვა. ვარიანტი ეპოქსიდური ნაზავით დაფარვა. ნატურალური კენჭების დადება ეპოქსიდზე. ემალით რამდენიმე ფენად დაფარვა. ხის სტილის ვინილის ფირით დაფარვა. აუზებისთვის განკუთვნილი PVC ფირით დაფარვა. მოზაიკის დადება და ნაკერების ეპოქსიდური შპაკლით დამუშავება. შეაგროვო ცოტა ემალი სელმაშის ფეხით. თან აჩვენო რა ხარისხიანი საღებავით იღებება ჩვენი ბელორუსული კომბაინები. აბაზანის დაფარვა თხელი ხის შფონით და ლაკით. დაფარვა ლინოლეუმით. მოპირკეთებაში მიკროცემენტის გამოყენება. მოპირკეთება მბინარის ნიჟარებით. 3D პრინტერზე მოზაიკის დაბეჭდვა და აბაზანის ამით მოპირკეთება. სანამ შიგნითა ნაწივი შრება, აბაზანას გვერდზე ვაბრუნებ. ფიქრობ, თითქმის ყველა ვარიანტი, რომელიც როგორც კიდევმა, ასევე სხვა გულშემატკივარმა მაყურებლებმა შემოგთავაზეს, პრინციპში სიცოცხლის უნარიანია. მაგრამ უმეტესობა ან ძვირია, ან ძალიან შრომატევადი, ან მნიშვნელოვნად დაამძიმერს ნაკეთობას, ან ეს ყველაფერი ერთად. თავდაპირველად შპაკოს ვცდილობ გავასწორო შპატელით, შემდეგ კი საფხეკით და აბრაზიული ბადით. მოზაიკის ოსტატად ან ხის ხელოსნად გახდომა არ მინდა, დიზაინერობად ყოფნის. წინა ვიდეოში აბაზანის კორპუსზე შეძენილი ფერადი ქვიშების შემცველი ნაზავით მხოლოდ ერთი მხარე დავფარე. ეს მოსაპირკეთებელი მასალა ჩვენთან მხოლოდ დიდ შეფუთებში იყიდება. ამ მასალით ჩვენი მოძრავი კარების მოვაპირკეთე, რომლებიც პენოპლექსისგანაა. ცოტა ზედმეტის დამჭა, მაგრამ თუ სპეციალურად აბაზანისთვის იყიდი, 10 აბაზანას ეყოფა, ან ძალიან ბევრი ზედმეტი დაგრჩება. ზედმეტი მასალაც არავის სჭირდება. გარედან აბაზანის მეორე მხარის მოპირკეთება მარმარილოს სტილში გადავწყვიტე. დასრულმა გიფსოკარდონის ნაჭერმა ნათლად აჩვენა, რომ მარმარილოს პროცესში სჯობს უფრო ღრმად ჩაეფლო. ეს ხომ ექსპერიმენტია, რომლის დროსაც სასურველია სხვადასხვა ვარიანტი გამოსცადო. ვიპოვე ვიდეოები რაღაც არარეალური ოსტატების, რომლებიც სადღაც აღმოსავლეთიდან არიან. სტივობ შევისწავლო და გავიგო, ერთი შეხედვით სრულიად მარტივი ხერხები. შპაკლოკით გაკეთებული მარმარილო, ჩემი ორიგინალური იდეა არ არის. ჩემი კოლეგები ბლოგერები და DIY-ში კი ამ იაფიან ვარიანტს უკვე იყენებდნენ თავიანთ პროექტებში ეფექტური მოპირკეთებისთვის. შესაძლოა მე მხოლოდ იმით ვარ ორიგინალური, რომ სოფლიოში პირველად ვაპირებ ეს საფარი დავადო ხელნაკეთ აბაზანას, რომელიც 80%-ით პენოპლექსისგან შედგება და მსოფლიოში პირველი ყოფნა მე მიყვარს. საწვავში ვიპოვე ძველი შპატელი, საჭირო სიგარო სიგანით და დავიცლე მოძრაობების დამუშავება, რომლებიც აღმოსავლელი ოსტატების სასარგებლო ვიდეოებში ვნახე. ეს ძველი შპატელი სხვა შპატელებთან და კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტთან ერთად დატოვეს მუშებმა, რომლებიც ჩვენი ზალის რემონტზე ავიყვანეთ. მათ ნახევარედრე იმუშავეს, ავანსი აიღეს და თითქოს უბრალოდ სადღაც გაქრნენ, თუნდაც რეზინის ჩუსტები დატოვეს. ჩანს, რომ ამ შპატელით 100 კვადრატული მეტრი ზედაპირი ან გაასწორეს, ან პირიქით გააფუჭეს. ამაში აშკარად იმალება უხილავი შრომითი ძალა, რომელიც უნდა დამეხმაროს. ამაზე ძალიან ვიმედოვნებდი. ხო და იქნების დამთავრებელი მუშები მართლა უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს. ჩვენს მოსაბჭოთა სივრცეში ისე ვართ მიჩვეულები იმავეულები იმას, რომ ავანსის აღების შემდეგ მშენებლები ხშირად ხრებიან, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში შეიძლება სათანადო სიფრთხილე არ გამოვიჩინოთ. არც კი ვცდილობთ უცხო პლანეტელების სხვეობიდან მათი გამოხსნას, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერში მწვანე გველი, ალკოჰოლი არის დამნაშავე. ჩემს პირველ ხელნაკეთ მარმარილოში გადავწყვეტე მხოლოდ შავი პიგმენტი გამომეყენებინა და მხოლოდ ნაცრისფერი ტონებით შემოვიფარგლე. პირველ რიგში გადავწყვეტე გამეტარებინა ხაზი, რათა შემემოწმებინა და გამესწორებინა ორიენტაცია. რა თქმა უნდა, სივრცეში ორიენტაციას გულისხმობ. ამ ხაზს ვეცდები გავყო შპატელით. ყველასთვის ცნობილია, რომ ბევრი შემოქმედი ადამიანი ხშირად და ბევრს სვამს და როგორც ჩანს, ახლა ვხდები რატომაც. მთვრალ ადამიანს ასეთი ბუნებრივი ხაზების შექმნა ბევრად უფრო მარტივად გამოსდის, ვიდრე უნთრალს. მხოლოდ ფხიზლებს აქვთ მიდრეკილება ყველაფრის სწორისა და სწორ ხაზებზე. მე ხშირად არ ვშრომ, ამიტომ ჩემი ხაზი ასე საშუალოდ ლამომივიდა. ისტორიაში ცნობილი პირველი კერამიკული აბაზანა ინდოეთში იპოვეს. 5500 წლისაა. გამოდის, რომ ინდოელი ძმები მხოლოდ კამასუტრას კი არ უყვარდათ. პომპეის გათხრების დროს ბრინჯაოს აბაზანა იპოვეს. ეს აბაზანა უეფიესდან ფორმით თითქმის არ გასხოვდება თავისი წინაპრებისგან.
აბაზანები ფართოდ გავრცელდა რომში. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ძალიან უყვარდა წყლის პროცედურების მიღება. ის მხოლოდ წყალში კი არა, არამედ რძესა და ბალახეულის ნახარშებშიც იღებდა აბაზანებს. ევროპაში შუა საუკუნეებში დაბანა ცოდვად ითვლებოდა. ადამიანები ძალიან იშვიათად იბანდნენ. ეს საშინელ ეპიდემიებს გამოიწვევდა. მომისმენია, რომ დღესაც იქ სიტუაცია დიდად არ გაუმჯობესებულა. ოსმალეთის იმპერიაში აბაზანები უყვარდათ და ხშირად მარმარილოთი ამზადებდნენ. ძველ საბერძნეთში აბაზანას მჯდომარე იღებდნენ. ქალებისთვის მას ცხელწვანს ავსებდნენ, ხოლო მამაკაცებისთვის ცივს. შესაძლოა ასე ცდილობდნენ შობადობის შეზღუდვას. რუსეთში აბაზანების მასობრივად გამოყენება მე-15 საუკუნეში დაიწყეს. თავიდან ისინი ხის გამზადდებოდა. ხოლო მე-17 საუკუნეში ტყის დეფიციტის გამო ისინი ფოლადით შეცვალეს. პეტრე დიდის მმართველობის დროს კი ჩუღუნის აბაზანები გამოჩნდა. ისინი ძალიან ძვირი ღირდა და მხოლოდ ცოტას შეეძლო მათი შეძენა. ხელმისაწვდომი აბაზანა მხოლოდ საუკუნის შემდეგ გახდა. ფაქტობრივად სულ ცოტა ხნის წინ. ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ვფიქრობდი, რომ ძალიან კეთილ საქმეს ვაკეთებდი. ვსტივობდი, რომ უკვე დიზაინერული მარმარილოს სტილში მოპირკეთებული აბაზანა ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა. ზემოდან ყველაფერს თეთრი შპაგლეოკის თხელ ფენას უსვამ. ვინ იცის, იქნებ საუკუნის შემდეგ გავსადეს დეძიდება, რომ იაშა კოსაკ-კოსიაკი, დიდ ბელარუსში მოღვაწე არქიტექტორი, მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ გააკეთოს დიზაინერული აბაზანა, სულ რაღაც 50 ამერიკულ დოლარად. ამიტომაც მიყვარს ფიზიკური შრომა, რადგან რა აზრები აღარ მომდის თავში. დარჩა მოზელილი შპაგლეოკა. ამიტომ რომ ტყუილად არ დაიკარგოს, ვაგრძელებ ვარჯიშს. ცემენტის შპაგლეოკის ხიბლი იმაშია, რომ მისი მოსახერხებელი დამუშავება დატანებიდან პირველ 3 დღეშია შესაძლებელი. შემდეგ ასეთი შპაგლიოკა ძალიან მყარდება და ქვასავით ბეტონებით ხდება. ხოლო ბეტონის სიმკიცე სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება. და ეს საერთოდ არ არის ცემენტის შპაგლეოკის რეკლამა. თავდაპირველად მთელ შიდა ზედაპირზე აბრაზიული ბადირ გადავიარე. შედეგმაც მალევე იჩინა თავი. შემდეგ 180-იანი ზუმფარით დავაგზელე. სწორედ ასეთი ზუმფარა მთხოვეს, რომ მეყიდა იმ მუშებმა, რომლებიც გაქრნენ. თუ ჩემს გამოცდილებას გაიმეორებთ, გამოიტანეთ დამცავი ხელთათმანები. მოპირკეთების მასალებთან შეხებისას შეიძლება კანი გაგეღიზიანოთ. სწორების სამუშაო ძალიან სასიამოვნოა, რადგან შედეგი მაშინვე ჩანს. ეს ზამთარი ჩვენ შეულებრივ არც ისე ცივ ბელბელორუს მხარეებში ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. ძალიან მოხუც. ზალს ხშირად უტევს გათხოვისთვის გარაჟში შესვლა. და ცხოველიც კი აშკარად ბუგრილი არ არის ჩემს ქნილებაზე. როგორც ჩანს, ზალსაც კი ესმის, რომ ეს რაღაც სასწაულია. სულ რამდენიმე დღის წინ პატრონმა გარაჟში შემოიტანა 6 ფურცელი პენოპლასტი, 2 პატარა ტომარა და 1 რულონი ბადე. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სიამოვნებით ცოტა მოვაჯადოვე. და აი გაჩნდა მონუმენტური ნამუშევარი, რომლის გარშემოც არც კი არის ცოდვა თუ ხალხი წრეს დაართავს, იმიტომ რომ ტექნოლოგია ერთი და იგივეა. მოდის დრო, როცა ერთი ოფისში მუშაობს. ცდილობს პრესტიჟული არქიტექტურული ბეტონის აბაზანებისთვის ფული იშოვოს, რისთვისაც უსინდისო დიზაინერები არ ერიდებიან $5,000 გამოძალვას. ან აგროვოს ფული მოდურ ხელოვნური ქვის აბაზანებზე, რომელთა ფასების ბევრად გადამეტებულია. ხოლო შვები უყურებენ არხს იაშა კოსიაკის სიმღერები, აიღებენ $50, სასიამოვნოს დაატარებენ დროს და ძალიან მალე მიიღებენ აბაზანას, რომელსაც ოლიგარქებიც კი შეშურდებათ. მაშ, მითხარით, რისთვის უნდა იმუშაოთ დიზაინერებისთვის, როცა შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის იმუშაოთ? ჩემი მარმარილოში როგორც ჩანს, ფაქტობრივად დამოვიდა რამდენიმე ტექნოლოგიის შერწყმა, რომლებიც YouTube-ზე ვნახე. მაგალითად, მე ვერ გავიგე, როგორ ახერხებენ ოსტატები ასე დიდხას 1 პორციას შპატელით წასმას. მე ასეთი მოსმები მხოლოდ 40 სანტიმეტრამდე გამომდიოდა. იდეალში ერთი მოძრაობით უნდა გადაგეშრონ მთელი ბორტი. ამის გამო მოსმების შეერთებები შესამჩნევი რჩება. ზემოდან მთელი ზედაპირი გათლილია თეთრი შპაგლიოვით. ამიტომ, როცა ზუმფარით მუშაობ, თითქოს ტექსტურას გამოვყოფ. აქ ძალიან ადვილია გადააჭარბო და მარმარილოს ტექსტურა გადამეტებით გაწმინდო. მოკლედ, აქ პროცესი ცოტა უფრო შრომატევადია, ვიდრე აგურის ან ბუნებრივი ქვის იმიტაცია, რომელსაც ჩემს წინა ქაფის ნაგეთობებზე ვაკეთებდი. კომენტარებში საკმაოდ ბევრი ეჭვი და კრიტიკა იყო. როგორც ხვდები, ეს მოდიოდა მათგან, ვინც არ ჯეროდა ექსტრუდირებული პოლისტიროლის კომპოზიტის სიმკიცის. არ ვერლები გამეორებით, რომ ეს სწორედ კომპოზიტია, სადაც ასევე მუშაობს სენდვიჩ პანელის ეფექტი. ეს რომ ამ აბაზანის შემადგენლობის 80% ექსტრუდირებული პოლისტიროლია, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ფენოპლასტი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აბაზანა სიმკიცით ფენოპლასტივითაა.
პირველი ცდიდან მარმარილოს იმიტაცია ასე გამომივიდა. კაცრად ნუ შემაფასებთ. რა თქმა უნდა, შემიძლია დავემალოთ ჩემი დღევანდელი ინტუიციური დიზაინერის სტატუსის უკან. და ვთქვა მაგალითად, მე მხატვარი ვარ. ასე ვხედავ მარმარილოს. მაგრამ გასაგებია, რომ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორია და სამუშაო პლენტია. მაგრამ ვიფიქრე, ეს ხომ უბრალოდ ორნამენტებია. მათ არ აქვთ არანაირი ფუნქცია გარდა დეკორატიულისა. თუ მათ უბრალოდ უფრო სწორად დაანათავსებ, ისინი უფრო მეტად გაახარებენ თვალს. ამასთან თვითღირებულება არ შეიცვლება და რადგან მთავარი თემა იაფფასიანი დიზაინერული ვანაა, ამაზე რა დავთვლიდე გაჩერება. ამ დროის განმავლობაში იმდენად მოვფინე მტვერი ავტოფარეხში, სადაც ცოტა ხნის წინ გაჩნდა ზუსტი ინსტრუმენტი, 3D პრინტერი. რომ მარმარილოს მეორე ცდას მხოლოდ ღია ცის ქვეშ გავაკეთებ, როცა დათბება. მაგრამ თუ ცოტა ივარჯიშებ, ყველაფერი მართლა მარტივია. ისევ ვიყენებ გრუნტს. და თუ ასეთ აბაზანას მაგალითად ბინაში რემონტის დროს გააკეთებ, ეს საერთოდ ზუსტად მისწრებაა, რადგან ერთი მტვრიანი პროცესი მეორეს ხელს არ უშლის. ხოლო გარაჟში დასუფთავებაზე მომიწია წვალება. მით უმეტეს ძაღლმა ამ ყველაფერზე უხმოდ საყვედური გამომიცხადა. ეხმა უთმნა დაწერა რომ მე აბაზანა კი არა, მაკეტი გავაკეთე. მეორემ კი დამპირდა რომ მაშინ დაიჯერებს თუ ასეთი ცლით სავსე აბაზანა ერთ დღეს მაინც გაძლებს. მესამე დარწმუნებულია რომ როცა ბორდზე დავჯდები, აბაზანა დაიშლება. ძალიან ვალე დადგება სიმართლის მომენტი, მოითმინეთ. შევიზინე ყველაზე იაფი აბაზანის სიფონი. ავარჩიე საჭირო დიამეტრის გვირგვინის საბურნი. ზუსტად ის მომერგო, რომლითაც ერთხელ თვითმჭრაზე წავაწყდი, როცა მრავალსართულიან ბუდეს ვამზადებდი. ამიტომ აბაზანის ამ საბურნით ვაბურღვა სულაც არ დამენანა. ასეთი აბაზანის დამზადებისას არაფერს ვრისკავთ. თვითგრებულება ძალიან დაბალია. გავაკეთეთ, შევამოწმეთ, მოვსინჯეთ. თუ არ მოგეწონათ, ბავისთვის ნამდვილად გამოდგება. თუ ბაღი არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ აჩუქოთ მათ, ვისაც ბაღი აქვს. საჩუქარს ნამდვილად დააფასებენ. აბაზანასაც სჭირდება საფუძველი. საფუძველისთვის გადავთვლიდე გამომეტენებინა PPS-ის ნარჩენები, რომლებიც წინა პროექტებიდან დამრჩა. აბაზანის ძირი ამოვარდნილი გამოვიდა, რომ წყლის კარგად დადინება მოხდეს. ხოლო საფუძველი პირიქით, მაქსიმალურად ბრტყელი უნდა იყოს. ქვემოდან კი სიფონისთვის ადგილი უნდა დარჩეს. ამიტომ საფუძვლის გარშე ვერ გავალთ. პენოპლექსის ნარჩენების პირველი ფენით აბაზანის ძირის ფორმას ვიმეორებ. ბრტყელ ზედაპირზე გადასვლა გადავთვლიდეთ წებოვანი ქაფის ფენის შეცვლით. აქ შეცდომას უშვებ, რადგან წინასწარ არ დავასველე ზედაპირი. წებოს ტენიანობა უყვარს. თან ქაფის რაოდენობაც ზედმეტი გამოვიდა. ასეთი აბაზანის საფუძველი უპრობლემოდ შეიძლება გაკეთდეს ხის და რკინისგან, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე იაფი და მარტივი ვარიანტია. სახლში აბაზანა უკვე არის, ხოლო ამ აბაზანის დაყენება ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი. დავამატებ ჩვენს პენოპლექსის ლენტს. ხოლო ქუჩაში ხე კაპრიზული და არაპრაქტიკული მასალაა. მეორე ნაწილს უკვე წინასწარ ვასველებ და ქაფს ნაკლებად ვასხამ. მეორე ნაწილმა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად დაითვო გამაგრება ვიდრე პირველმა. ქაფი მეორე ნაწილის საფუძველში სრულად პოლიმერიზდა, ხოლო პირველზე მხოლოდ კიდეებზე გამაგრდა. ექსტრუდირებული პოლისტიროლი არ ატარებს ხლის ოთხს. დატენიანობის გარეშე ქაფს შეიძლება ძალიან დიდხანს გაუჭირდეს გამაგრება. ამიტომ პირველი ნაწილი მოხსენი და თავიდან დავაწებე უკვე დატენიანებით. საბოლოო გასწორებას საფუძველს უკვე ხერხით ვაკეთებ. ამიტომ ქაფის ფენის შეცვლაზე პრინციპში შეიძლებოდა არც მეფიქრა. შეგიძლიათ უბრალოდ მეაწებოთ ექსტრუდირებული პოლისტიროლი, როგორც მოგესურვებათ და შემდეგ ერთიანად გაასწოროთ ხერხით. ასე წებო ქაფზეც დაზოგავდით. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო ყველაზე მარტივი გამოსავალი, რომელიც შეიძლება არც იყოს ასეთი. ფინალური შტრიხები სკულპტორისგან ექსტრუდირებულ პოლისტიროლზე. ყველაფერი მტკიცეა და სანდო. ეხლა ყველაფერი წესრიგშია, ან თითქმის ასე. უკვე მივხვდი, რომ თუ აბაზანა გამოჩნდებისას არ დაიშლება, მაშინ $50 ზუსტად ჩავეტები და ეს შეიძლება გახდეს სუპერ მონგებიანი ბიზნესი გარაჟში. საჭიროა მხოლოდ ოდნავ გავზარდოთ შესრულების ხარისხი. ეს კი დროის საკითხია და ასეთი აბაზანების გაკეთება ვფიქრობ მარტივად შეიძლება $500. ან 40,000 რუსული, ან ჩვენი ბელარუსული 1,500 რუბლი. და ეს ბევრად იაფია ვიდრე ნებისმიერი დიზაინერული აბაზანა. ამასთან მონგებიანობა საკმაოდ მაღალი იქნება. 1000%-იც კი. რას იტყვი ამაზე ილონ მასკი? პირველ ეტაპზე 10 ასეთი აბაზანის გაკეთებას თვეში მარტივად შევძლებ მეც კი. შემდეგ კი ბიზნესის გაფართოება, ცოლი, ვაჟები, ქალიშვილი. ამ იდეას მცირე ბიზნესს ვჩუქნი. დღეს კეთილი ვარ. შემდეგ ყველაფერი ჩვეულ პროგრამას მიხვება.
ყველა გააზრებულ შიდა მოპილკეთების ვარიანტს შორის ყველაზე მეტად მომწონს აბაზანის აკრილით დაფარვის ვარიანტი, რომელსაც ძველი აბაზანების რესტავრაციისთვის იყენებენ. მაგრამ როცა ინტერნეტში მისი ფასი ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ $20 მოპილკეთებას ნამდვილად ვერ მოვახერხებ. ამ დროს შემთხვევით ვიპოვე აბაზანისა და კერამიკისთვის განკუთვნილი საღებავის სპრეის ბალონებში. არც კი ვიცოდი, რომ ასეთი რამ არსებობდა. ბევრად იაფია ვიდრე აკრილი. უახლოეს დიდ სამშენებლო მაღაზიაში სწორედ ასეთი იყო. წავედი 2 ბალონი ვიყიდე. კარებს პოლიეთილენით გადავაკარი. მოვაშორებ მტვერს ზედაპირს. უიპარე, სოლის ლაკის მოსაშორებელი ავიდა. ზედაპირს ცხიმს ვაშორებ. როცა დავიწყე შეღება, ძალიან ნაცნობი საღებავის სუნი ვირძენი. საღებავი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებდნენ აკრილის წინა პერიოდში. როცა ბალონის შემადგენლობა წავიკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი ალკიდური საღებავია. არც კი მიფიქრია, რომ პატარა ბალონები და შეღებისას ჰაერში ორთქლის ასეთი კონცენტრაცია შეიძლებოდა მიღწეულიყო. საბედნიეროდ ხელთ ჰქონდა ძველი რესპირატორი. ამიტომ ბალონებს ჩემთან საუბარი არ დაუწყიათ. ერთ სტანდარტულ ბალონში არის 520 მილილიტრის საღებავი. მასთან ერთად არის გაზიც, რომელიც უზრუნველყოფს მის გაფრქვევას. რეალურად ბალონში მხოლოდ 300-350 გრამის საღებავია. ერთი ბალონის ფასად შეიძლება იყიდო კარგი ალკიდური საღებავის კილა, რომლის წონა 1-დან 2 კილოგრამამდეა, წარმოებლის მიხედვით. ადრე რომ ცოდნოდა, მაშინვე ვიყიდდი ჩვეულებრივ ალკიდურ საღებავის კილას და კიდევ უფრო მეტად დავზოგავდი ფულს. აბაზანის რამდენიმე მხარ ალკიდურ ფენად შეღებით, ჩვენ ვიღებთ კიდევ ერთ ჰიდროიზოლაციის ფენას. პირველი შეგახსენებთ სრულიად წყალგაუნტარია. გარედან აბაზანას ფარავ ჩვეულებრივი აკრილის ლაკით, რომელიც განკუთვნილია ქვისთვის, აგურისთვის და ბეტონისთვის. ეს არის კარგად გამოცდილი ყველა ამინდისთვის შესაფერისი ვარიანტი. საბაზისო ნაწილის მოპირკეთებაზე დიდად არ უწუხებ თავს. მოუთმენლად მინდა ტესტირებაზე გადასვლა. არის კიდევ ალკიდური ლაკიც. და რომ ცოდნოდა ადრე, რომ ეს ლაკ-საღებავები აბაზანებისთვისაც გამოდგება, შიგნითა ზედაპირსაც მარმარილო სტილში მოვხატავდი. ძალიან არ დავეხარჯებოდი მის დამუშავებაში. ქვის თლელების არასრულყოფილი მუშაობის კვალი კიდევ უფრო მეტ სანდოობას შემატებდა. ასეთი აბაზანის ერთ-ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ მისი გადაბრუნება მარტო კაცსაც შეუძლია. გადაყურისთვის ხვრელი ჯერ არ გამიგეთებია, რადგან ჯერ არ ვიცი, რომელი მხარე იქნება წინა. იმდენი კომენტარი წავიკითხე, რომ გარაჟში გამოცდი შემეშინდა. აი რატომ შემაშინეთ ასე? ეხლა აქ კინოში მომიწევს მუშაობა. კარგი დიზაინერული აბაზანის შემთხვევაში ფურნიტურაზე შეიძლება დაზოგვა. ლურჯი საცობი რაღაც რეტროს მოგვაგონებს. ახლა ხოლმე დიზაინერი ვარ და ასე ვხედავ სტილს. დამავიცლა როგორ ითვლიან ასეთი ფორმის ჭურჭლის მოცულობას. ამიტომ მოდით ერთად გამოვთვალოთ ერთი ნიტრატიანი ვედრო. პირველი ვედრო. მეორე ვედრო. თბილ წყალს ვასხამ. მესამე ვედრო. მეოთხე, მეხუთე. მეექვსე, მეშვიდე, მერვე. მეცხრე, მეათე. მე11, მე12, მე13, მე14, მე15, მე16, მე17, მე18. დავეღალეთ არებით. გარეთ ონკანი ზამთრისთვის გადაკეტილია. მე19, მე20, 21, 22. ზაფხული რომ იყოს, აუცილებლად ვიბანავებდი, მაგრამ გაციებამ შემატუხა, შემიბრალეთ. 23. ჯამში 250 ლიტრი. ეს ძალიან დიდი ნაყიდი აბაზანის მოსულობაა და როგორც ჩანს, კიდევ იმდენივე დაედება. მოცულობას აშკარად დადავაჭარბე. მაგრამ ეს ხომ დიზაინერული აბაზანაა ფსევდომდიდრებისთვის. ასეთი აბაზანები პატარა არ უნდა იყოს. ამიტომ სრულ გამოცდას 500 ლიტრით გავაკეთებ, როცა დათბება. ბოდის შეგიხდით და ალბათ ცალკე მოკლე ვიდეოდ დამოუშვებ. მსგავსი გავაკეთე ჩვენი FPS-ის მინი აუზის შესახებ, რომელიც მეოთხე სეზონის მისაღებად მზადაა. დაღამდა, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ თბილია. ხოლო დიზაინერულ ბეტონის ან ხელოვნური ქვის აბაზანაში წყალი უკვე დიდი ხნის წინ დაიწყებდა გაყინვას. ამიტომ რომ არ გამოგჩეთ ამ აბაზანის ყველაზე დეტალური გამოცდები, რეალური ექსპლუატაციის შემდეგ ყველა დასკვნით და შენიშვნით მოიწონეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი იაშა კოსიაკის სიმღერები. დამოიწერეთ YouTube, Vk ჯგუფი, TikTok-ი და ძენი. ყველა ბმული ვიდეოს ქვეშაა. დააწექით ზარსაც. ასე ზუსტად მიიღეთ ინფორმაციას. და ეს უფევდეს მშვიდობა მთელ მსოფლიოში. მადლობა.
ვიდეოს დასაწყისში დაგბირდით, რომ დიდ და პატარა კოსიაკებზე გიამბობდით. დიდი კოსიაკი ეს მე ვარ. პატარა კი ისაა, რომ სიფონი სასურველია ოდნავ ჩაძიროთ ფსკერის ზედაპირში. რამდენიმე თვეთი წყალი ბოლომდე არ იღვრება და ასევე მოულოდნელად დასრულებულ პროექტზე. მის მას არ უჯერებდა, მისთვის ეს მართლაც მოულოდნელია.